გადაადგილება არის ნომერ პირველი პრობლემა აქაურებისთვის. ანუ ვერსად ვერ მიდიან. სოფლამდე მისასვლელი გზაც გასაწმენდი იყო რამდენიმე დღის განმავლობაში. სოფელში გასაწმენდი იყო, რა თქმა უნდა, შიდა საუბნო გზად. მხოლოდ დღეს, ანუ გასული კვირის ხუთშაბათს დაიწყო თოვლი, ხო? და მხოლოდ დღეს, ერთი კვირის შემდეგ და უფრო მეტი კიდევ მხოლოდ დღეს გაიწმინდა საუბნო გზა სოფელში, ცოტა ხნის წინ ჩამოიარა და აიარა ტრაქტორმა და გუშინ გაწმინდეს თუ არ ვცდები რაიონული ცენტრიდან, ანუ ხარაგაულიდან სოფლამდე მოსასვლელი გზა. აქ ხშირად ისმის ხოლმე, რომ მთავრობა ხო არ გადაუწმენდსო სახლის სახურავებს და ეზუებსო მოსახლეობას. არა ბატონო, მთავრობისგან ამას არავინ არ ითხოვს, უბრალოდ ადამიანებს სურთ, რომ სოფლამდე მოსასვლელი გზა იყოს გაწმენდილი, ვინმეს რომ დასჭირდეს სამედიცინო მომსახურება, ვინმე რომ გახდეს ცუდად და ჩასვლა რომ გახდეს ხარაგაულში საჭირო, ამისი საშუალება არ იყო მთელი 3-4 დღის განმავლობაში. და ვისხადით ჩუმად, ხმასაც არ ვიღებდით. თუ კი ვინმე ხმას გამოიღებს, პირიქით ესაუბრებიან, რომ არ უნდა იყოს ასეთი საუბარი. ანუ ძალიან რთული მდგომარეობა ზოგადად. შეიძლება ადგილობრივმა გაკვალოს და გაწმინდოს, რა თქმა უნდა, და დათოვლოს სახლი და საკუთარი ეზო, თორე ცენტრალურ გზას ხო ვერაფერს გაუკეთებს ადგილობრივი. მათ უნდა დაეწყოთ თავიდანვე, ჩემი აზრი ასეთია. სანამ გახდებოდა 1 მეტრ-ნახევარი დაუშვათ თოვლის საფარი, მანამდე უნდა გაეკეთებინათ ყველაფერი, რომ ცენტრალური გზა მაინც ყოფილიყო გაწმენდილი. რაც შეეხება ტექნიკას, ახლა მეც როგორც თქვენც ვეცნობოდი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის ოფიციალურ ინფორმაციას და რამდენიმე ერთეულ ტექნიკაზე მიუთითებდნენ, რომ გასული იყო და მუშაობდა ეს ტექნიკა, მაგრამ ძალიან ბევრი სოფლებიდან ისმის იგივე ჯგუფებში ინფორმაცია, რომ გაყვანილი არ არის გზები და უცნობია სად მუშაობდა ტექნიკა. ალბათ რაიონულ ცენტრში, შიგ ხარაგაულში აკეთებდნენ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ბევრი სოფელი დღემდე ჩაკეტილია. ასეთი ინფორმაცია და ადგილობრივი ხელისუფლებიდანაც არავინ გამოჩენილი, არავის დაუიმედებია ეს ხალხი, როცა 2 მეტრამდე იყო თოვლი დაახლოებით და საშველი არ საიდან არ ჩანდა, უფრო იმის იმედზე იყო აქაური მოსახლეობა, რომ გამოიამიდებდა. მაგალითად, მე პირადად შუახნის ასაკის დედა მყავს სახლში და დაუშვათ რაღაც რო დასჭირვებოდა, ფიზიკურად ვერ გადავიყვანდით. თუმცა გვერდზე სოფელში მქონდა გუშინ ინფორმაცია, რომ ვიღაც იყო ცუდად და ტრაქტორი იქეთ გაუშვეს პირველ რიგში, რომ გზა გაწმენდილიყო, თუ სასწრაფო დახმარება იქნებოდა საჭირო, რომ იქამდე მიეღწია.